შეერთებულ შტატებში 30-იანი წლების ბოლოს შეიქმნა საიდუმლო სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით მანჰეტენის პროექტი. სწორედ ამ პროექტზე მოგიყვებით ამ ეპიზოდში. პროექტზე, რომლის ეგიდითაც მსოფლიოში პირველი ატომური ბომბი, მასობრივი განადგურების მონსტრი შეიქმნა. მანჰეტენის პროექტი ჩამოყალიბდა ქვეყნის 3 ძირითად ადგილას: ჰენფორდი, ვაშინგტონის შტატში, ლოს-ალამოსი, ნიუ-მეხიკოს შტატში და ოუკ-რიჯი, ტენესის შტატში. დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ მივიდნენ მეცნიერები ატომის გახლეჩამდე, ანუ ატომური რბოლა. 1938 წლის ბოლოს ორმა გერმანელმა ქიმიკოსმა, ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა აღმოაჩინეს ბირთვული დაშლის პროცესი, რომლის დროსაც ატომის ბირთვი 2 ან 3 ნაწილად იყოფა და ამის შედეგად უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. ფიზიკოსები მიხვდნენ, რომ ამ ენერგიის გამოყენებით შესაძლებელი იყო ძლიერი ბირთვული ბომბის დამზადება, რომელსაც მთელი ქალაქების განადგურება შეეძლო. სწორედ მისი შექმნის მიზნით დაარსდა ეგრეთ წოდებული ურანის კავშირი, ურან-ვერეინ, რომელსაც დიდი ინდუსტრიის წარმომადგენლები და სამხედრო ლობისტები მხარს უჭერდნენ. საქმეში ბირთვული მეცნიერებიც ჩაერთნენ, იმის მიუხედავად, რომ პროექტი გასაიდუმლოებული იყო. ინფორმაცია ნაცისტური გერმანიიდან გაქცეული მეცნიერების წყალობით გაჟონა. მათ შორის იყო ალბერტ აინშტაინი, რომელმაც 1939 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი გააფრთხილა. ბუნებრივია, რომ ნაცისტების მიერ საიდუმლო იარაღის შემუშავების ამბავმა მთელი მსოფლიო შეაშფოთა. ნაცისტური გერმანიის მიერ მიმდინარე კვლევებისა და განვითარების შიშით რუზველტმა ჩამოაყალიბა ურანის მრჩეველთა კომიტეტი, რომელიც პირველად 1939 წლის 21 ოქტომბერს შეიკრიბა. ოტო ჰანის თქმით, მას არ სჯეროდა, რომ ასეთი ბომბის შექმნა მომდევნო 20 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო. ჰაიზენბერგისა და ჰანის რეაქცია ადასტურებს, რომ გერმანული პროგრამა ბირთვული იარაღის ფაქტობრივი შექმნისგან შორს იყო. როდესაც მანჰეტენის პროექტი აქტიურ ფაზაში იყო, ნაცისტების ბირთვული იარაღის პროგრამა უკვე ფაქტობრივად მკვდარი გახლდათ. გერმანელმა მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ვერ გადაჭრიდნენ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, იზოტოპების იზოლირებას ატომური ბომბის შესაქმნელად. მათ ვერ შეძლეს ბირთვული დაშლის ჯაჭვური რეაქციის წარმატებით დაწყება და ვერც ურანით გამდიდრების ეფექტიანი გზა იპოვეს. 1942 წლის ივლისში პროგრამა დაიხურა და მისი კვლევა გერმანიის 9 სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტში გადანაწილდა. შეერთებულმა შტატებმა გერმანიის ურანის პროექტის განვითარების დონე აშკარად გადაჭარბებით შეაფასა და ეს მხოლოდ პერმ ჰოლის ჩანაწერების წყალობით გახდა ცნობილი.